რატო უნდა დავიცვათ ჩვენი სახე და მთლიანად კანი ულტრაისფერის სხივებისაგან. ჩემო კარგებო, აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რეტინოლი გამოვიყენოთ თუ არ გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია, რომ მხოლოდ პიგმენტაციასთან არის დაკავშირებული ეს პრობლემა. არის საუბარი მდგომარეობაზე, კანის მდგომარეობაზე, რომელსაც ქვია ფოტოსინსიბილიზაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ კანი ხდება მეტად გრძნობიარე. მეტად გრძნობიარე და გვიქმნის საკმაოდ დიდ პრობლემებს. და არა მარტო ეხლა მოდით ჩამოგითვლით მე რისგან კიდე შეიძლება გარდა რეტინოიდებისგან იყოს გამოწვეული ეს მდგომარეობა და ამიტომაც შეძლებს დაგვარა ცხელ პერიოდში ავარიდოთ თავი დაცვის გარეშე გარეთ გასვლა. იმ შემთხვევაში თუ პირველი თქვენ ღებულობთ შარდნენებს, ღებულობთ სტატინებს, ღებულობთ გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკებს, ღებულობთ ანტიდეპრესანტებს, აი ეს სია თავიდან ბოლომდე არის გასათვალისწინებელი. აი ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მაქსიმალურად გქონდეთ დაცული კანი. სხვა შემთხვევაში იქნება არასასიამოვნო შედეგი თქვენი კანისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტო პიგმენტაცია, არამედ იქნება ქავილი, სიწითლე და ძალიან ხშირად გამონაყარი. გაითვალისწინეთ ჩემო კარგებო, როცა გადაწყვიტავთ ზაფხულში გახვიდეთ მზის დამცავი საშუალების გარეშე, თუ მოიხმართ ჩამოთვლილ ნივთიერებებს. აბა, წარმატებულ არჩევას გისურვებთ.